გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14-ზე გამოშვებაში ნახავთ. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მელიქიშვილის გამზირზე და მომხდარის პოლიტიკური შეფასებები ქრონიკაში. კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი თბილისში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია დასრულდა. შეწყვეტს თუ არა გახარიას პარტია საპარლამენტო ბოიკოტს და შევა თუ არა პარტიის 8 წევრი პარლამენტში. ქრონიკამ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტაცია, რომელიც გახარიას პარტიის წევრებმა, რომლებიც მანდატ შეჩერებული დეპუტატების ადგილმონაცვლეები არიან, პარლამენტს გაუგზავნეს. მათ შორის არის პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტებიც. სოფო ბერიძე მუშაობს თემაზე. სოფო, რას აცხადებენ გახარიას პარტიაში? ქრონიკის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტების გასაჯაროებამ გიორგი გახარიას პარტიაში პრაქტიკულად პანიკა გამოიწვია. ისინი შეეცადნენ, რომ თემისგან ძალიან შორს და შეიძლება ითქვას, რომ აბსურდულ მესიჯზე ჩამოყალიბებულიყვნენ ჩვენი კითხვის პასუხად, თუმცა მაყურებელი თავად ნახავს, რომ ესეც კი ვერ მოახერხეს. გიორგი გახარიას პარტიის წევრები ახლა ცდილობენ საკუთარი ამომრჩეველი დაარწმუნონ, რომ საპარლამენტო ბოიკოტს არ წყვეტენ და პარლამენტს მანდატების შენარჩუნებისთვის მხოლოდ პროცედურული წესის დაცვის გამო მიწერეს. ბუნებრივია, ეს განცხადება აჩენს ერთ ძალიან მარტივ შეკითხვას, თუ კი გიორგი გახარიას პარტიის წევრები კვლავ არაპირებენ, რომ საკუთარი ამომრჩევლის ინტერესები დაიცვან საკანონმდებლო ორგანოში, მაშინ გამოდის თუ არა, რომ მათი ინტერესი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს მანდატების შენარჩუნების თხოვნით მიწერეს, მხოლოდ სადეპუტატო ხელფასს უკავშირდება. შეგიძლიათ მითხრათ, რა მიზნით მიწერეთ წერილი პარლამენტის თავმჯდომარის მანდატად? თქვენს ტელეკომპანიას კომენტარს არ ვაძლევთ იქამდე, სანამ გიორგი გახარიას. თქვენმა თანაგუნდელებმა ეს პირობა დაარღვიეს, ვრცელი კომენტარი მაქვს უკვე თქვენი თანაგუნდელების. რა მიზნით მიწერეთ? მე არ მაქვს ამის ინფორმაცია. ნახავთ ამას ორსაათზე, რა მიზნით მიწერეთ პარლამენტის თავმჯდომარის? თანაგუნდელების კომენტარი. ხელფასის გამო მიწერეთ პარლამენტის თავმჯდომარის, რომ მანდატი შეინარჩუნოთ, თუ რა მიზნით? მე ვარ მაჟორიტარობის კანდიდატი და მე ვეწევი კამპანიას და თქვენ არ უნდა შემიშალოთ ხელი მე კამპანიის ჩაწარებად. და თქვენ ვართ მხოლოდ. ხო, იმიტომ რომ უნდა შევიდე. არსებობს ტექნიკური მხარე, რომელიც არაფერს არ ნიშნავს უბრალოდ, მაგრამ ჩვენ ვაგზავნებთ პოლიტიკურ ბოიკოტს. ჩვენ ამის კონსტიტუციური უფლება გაგვაჩნია. თქვენმა ლიდერმა თქვა, რომ შეცდომა იყო ბოიკოტი. ჩვენ ვაგზავნებთ პოლიტიკურ ბოიკოტს. ეს არის ჩვენი პოლიტიკური უფლება, რომელსაც გვაძლევს კონსტიტუცია. ქართულად წერია გასაგებად ძალიან მარტივი სიტყვებით, რომ არანაირი ბოიკოტის შეწყვეტას ისინი არ აპირებენ. მორჩა და გათავდა. ბატონო ალიკო, წერა კითხვა ვინც იცის, იმან დოკუმენტებიც ნახა, როგორ მიწერა 8 დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ითხოვა შესაბამისი პროცედურების დაწყება. ანუ ხელფასებს ითხოვენ პარლამენტიდან და მანდატებს ამიტომ ინარჩუნებენ? გახარიას პარტია რჩება პოლიტიკურ ბოიკოტში. რაც გვეგონა სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, დავტოვეთ მანდატები, ჩავხსენეთ სიები. გახარიას გუნდს განსხვავებული მიდგომა აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. მართველი პარტია ამბობს, რომ გიორგი გახარიას პარტია ახლა ცდილობს ტაქტიკურად იმოქმედოს, ასე რომ არ იყოს და რეალურად რომ არ ფიქრობდნენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას, მაშინ ისინი სხვა ოპოზიციური პარტიის მსგავსად ჩახსნიდნენ საკუთარ სიებს. აქვე მაყურებელს კარგად უნდა ახსოვდეს ქვეყნიდან გაქცეული გიორგი გახარიას სულ ბოლო კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით. მან პირდაპირ განაცხადა, რომ შეცდომა იყო საკანონმდებლო ორგანოსთვის ბოიკოტის გამოცხადება. ნაციონალურ მოძრაობას გიორგი გახარიას პარტიის წევრების ქცევა არ გაგვირვებია. გაოცრება გაგვიკვირდა, ძალიან კარგად ვიცოდით, ვინც იყო გახარია, რომ ის იყო ქოცების ანასხლეტი კი არა, ჩვეულებრივი ქოცი და დამტკიცდა ეს ყველაფერი, რომ საბოლოო ჯამში თელის დაპირებები, ის სიტყვები, ის რაღაცა ბაქიბუქი აღმოჩნდა სრული ტყუილი. არანაირი მნიშვნელობა იმას არ აქვს, ახლა გახარიას პარტიის წევრები შემოვლენ პრაქტიკულად პარლამენტში თუ ისევ შატალოზე გააგრძელებენ ყოფნას როგორც მათი წინამორბედები, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის ის, რომ გახარიას პარტია აღიარებს, რომ საქართველოს პარლამენტი არის ლეგიტიმური. სხვა შემთხვევაში ამ 12 ადამიანს
არ მისცემდნენ თანხმობას და არც თვითონ განაცხადებდნენ თანხმობას, რომ გამხდარიყენ საქართველოს პარლამენტის წევრები. ნაც გახარიელებს გონიათ, რომ საქართველოს პარლამენტს მომართავენ, შემდეგ არივლიან საქართველოს პარლამენტში, ანუ შესაბამისად არ შეასრულებენ მათ კონსტიტუციურ ვალდებულებას და ის კიდევ ერთხელ თავიანთ ამორჩევლებს მოატყუებენ და აქვთ მიზანი, რომ უბრალოდ ხელფასს აიღებენ. ნურას უკაცრავად ხელფასები არ გაიცემა არ მუშაობაში, მხოლოდ საქმის გაკეთებაში იღებს ადამიანი ხელფასს, მაგრამ ნაცმა გახარიელებმა რა საქმე უნდა გააკეთონ, საქართველოს პარლამენტს ეხლა ყავს 12 დადასტურებული მოღალატე, რომელიც იღებს დავალებას და ცდილობს რომ შეასრულოს დავალებები გარედან. გახარიამ აღიარა ცოტა ხნის წინ, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, თუმცა ეს მისი შეცდომა არ იყო, ეს მისი გარე უფროსის შეცდომა იყო, მაგრამ გახარიას შეცდომა არის ის, რომ იგი ემორჩილება ამ ბრძანებებს აბსოლუტურად მორჩილად, ხო? შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეხლა მოსალოდნელი არის ის, რომ ისარგებლონ ამ მანდატებით, ვინაიდან მათ პირდაპირ მთელმა რადიკალურმა ოპოზიციამ ხო შეურაცხყოფა მიაყენა თავიანთ ამომრჩეველს, როდესაც არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა და ძალიან კარგად იაზრებდნენ მაშინაც და ეხლა ძალიან კარგად იაზრებენ, თუ რამხელა შეცდომა დაუშვეს ამითი და ეს არის კიდევ ერთ-ერთი კომპონენტი და მდგენელი მათი რეიტინგის ესეთი დრამატული შემცირების. მალე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს გიორგი გახარიას პარტიის 12 წევრის განცხადებას. ეს განცხადება არ ეხება მანდატებზე უარის თქმას. ამ განცხადებას თან მოჰყვება მათი დამადასტურებელი საბუთები იმის თაობაზე, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის საქმიანობასთან შეუსაბამო სხვა საქმიანობა და საქართველოს პარლამენტს თხოვენ, რომ იმოქმედონ კანონის შესაბამისად. ეს კი ნიშნავს, რომ გიორგი გახარიას პარტიის 12 წევრი ითხოვს, რომ მათი მანდატები იყოს შენარჩუნებული. მადლობა სოფო ბერიძეს. პატა ბურჯულაძე უკვე მესამე ადამიანია, რომელიც ადასტურებს, რომ ქართული ოცნების ყოფილ მაღალჩინოსნებს კავშირი აქვთ ოპოზიციასთან. ბურჯულაძე ასახელებს კონკრეტულ სახელებს და გვარებს და ამბობს, რომ ეს ადამიანები ძველ ქმედებებს ინანიებენ. მანამდე ასეთივე განცხადება გააკეთეს სოფო ჯაფარიძემ და ლევან ხაბეიშვილმა. წასულ ოცნების დიდ მაღალჩინოსნებს აქვთ კავშირი ჩვენთან. ხა ჩემთან პირადად არა, რამოდენიმეს მარტო, მაგრამ ხაბეიშვილთან აქვთ კავშირი და ისინი ფაქტურად ნანობენ, ინანიებენ ცოდას, რაც აქვს ჩადენილი და უნდათ რომ მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის აღსანიშნავობაში, რაც არის ძალიან მისასალმები. იმას როგორ ვიტყვი, რომ ხა ღარიბაშვილი დაიჭერს ქართულ დროშას და და ჩვენ დაგვიდგება, ეგეთ რამე არ მოხდება. რომ გამოვიდეს თქვათ იგივე ლილუაშვილი და იგივე ღარიბაშვილი და იგივე რა ვიცი გომელავა რომ დაგვიდგეს გვერდში ახლა ჩვენ უნდა მივიღოთ ამ დროში. ერთი რაც ძალიან ნათლად გამოჩნდა ინფორმატორი ანიტა, ამ შემთხვევაში ლევან ხაბეიშვილი რეალობა ყოფილა და ის ადამიანები, ვინც სახელმწიფო სამსახურში ყოფნისას მჭიდრო კავშირში იყვნენ თურმე ნაციონალურ მოძრაობასთან და ახლაც რაღაც გარკვეული გეგმები ამოძრავებთ, ერთი უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რამდენად სუფთა იყვნენ თავიანთ საქმიანობაში. ეს ინფორმაციის გადაცემა ალბათ ორმხრივი იყო, როგორც ჩანს. ეს ფაქტი ნამდვილად არ აძლევთ მათ ძალიან კარგ წინაპირობას. ამიტომ დაველოდებით, გამოაშკარავდება თუ არა, ვინ კონკრეტულ პირებს გულისხმობენ და ვისთან ქონდა ანიტა ხაბეიშვილს და მის თანებს ორმხრივად ინფორმაციის გაცვლის მცდელობა. მართველი გუნდის შეფასებით ეს განცხადებები პირდაპირ დადასტურება იმის, რასაც პრემიერ-მინისტრი ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით ამბობდა, უფრო ცლად პოლიტიკურ შეფასებებს ანუკი ჩხიკვაძე გაგვაცნობს. როგორც აღმოჩნდა ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ნაციონალურ მოძრაობაში მხოლოდ ლევან ხაბეიშვილსა და სოფო ჯაფარიძეს აქვს, რადგან ამ პარტიის წევრები უკვე მეორე დღეა მედიასთან აცხადებენ, რომ დეტალებზე ინფორმაცია ამ ადამიანებს აქვს და მედიამ კითხვით სწორედ მათ უნდა მიმართოს. ჩვენ ცხადია ვცდილობთ დავუკავშირდეთ ლევან ხაბეიშვილს, თუმცა ის ქრონიკის ზარებს არ პასუხობს. ის რაზეც ახლა ოპოზიცია ღია და ალაპარაკდა უკვე დიდი ხანია მართლ პოლიტიკურ ძალაში ირიბად და მინიშნებით საუბრობენ, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ცნობილია კონკრეტული აგენტურული გეგმის შესახებ კავშირი ოპოზიციასა და ქართული ოცნებიდან გაგდებულებს შორის, რაც ქვეყანაში რადიკალიზმის წახალისებას ემსახურება. მართლ პოლიტიკური ძალისთვის ცნობილია ასევე ამ ადამიანების ვინაობა, თუმცა კონკრეტულ სახელებსა და გვარებს
თემებზე არ საუბრობენ. რადიკალებისა და ქართული ოცნებიდან წასულების კავშირი ქართული ოცნებისთვის ადასტურებს მხოლოდ ერთს, რომ ის ადამიანები მათი პოლიტიკური მოღვაწეობის დროს მათ აქვთ ისეთი შეცდომები დაშვებული, რომლის გამოსწორებასაც ახლა ისინი ოპოზიციასთან კავშირით ცდილობენ. ეს ალბათ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ლევანს დაელაპარაკო და უნდა კითხოთ მე ამ თემაზე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. ვერავის ვერასდროს ვერ გამოუვა, არც გამოსულია და ვერც გამოუვა, რა თქმა უნდა, აი ესეთ რადიკალურ ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან ურთიერთობა და მით უმეტეს მათთან ერთად რაიმე ტიპის რევოლუციური სცენარი იქნება თუ ნებისმიერი ათასის უბედურება, რაც ჩვენ ნახეთ ბოლო წლების განმავლობაში. ეს რა თქმა უნდა არ გამოვა და პირველი რის გამოც ეს არ გამოვა, არც ერთი კოალიციის შემთხვევაში და არც ერთი მხარდაჭერის შემთხვევაში ეს არის ქართველი ხალხი. ეს ადამიანები ეცდებიან, რომ რაღაც დაპირისპირება შემოიტანონ ასეთი ხრიკებით, ასე რომ ვთქვათ. ეხლა არც ბურჭულაძე და არც ხაბეიშვილი დიდი ინტელექტით არ გამოირჩევა, არც ერთი, არც მეორე. და ასე რომ ჩვენ შვიდად ვაგრძელებთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას. ეს არის რა თქმა უნდა აღიარება იმ ფაქტის, რაზეც ბატონმა პრემიერმა თუ არ ვშტები ერთი თვის წინ ისაუბრა ჯერ კიდევ, როდესაც გაამჟღავნა ბატონი ხაბეიშვილის ფსევდონიმით ანიტა და ეს ყველაფერი ამ ყველაფრის დასტურია, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ბატონი ხაბეიშვილი, არამედ კიდე სხვა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რადიკალური ოპოზიციის მედია ჟურნალისტებიც, ასე ვთქვათ, ყავთ დასაქმებული ესე ბჭყალებში ვიღაცეებს, რა თქმა უნდა, ვიზეც მე ნამდვილად არ ვისაუბრებ, იმისათვის რომ მათ გაატარონ მათთვის სასურველი, ასე ვთქვათ, მესიჯ ბოქსი. შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილისა და სოფო ჯაფარიძის შემდეგ უკვე ღია დალაპარაკდა პაატა ბურჭულაძეც, რომელიც ამბობს, რომ არსებობს კავშირი რადიკალურ ოპოზიციასა და ოცნებიდან წასულებს შორის. ისინი აცხადებენ, რომ ოცნებიდან წასულები ახლა ამ გზით საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობენ. პირდაპირ ეთერში ანუკი ჩხიკვაძე საუბრობდა. კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება კალაძის საარჩევნო შტაბთან მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე საპროტესტო აქციის მონაწილეები გამოჩნდნენ. ისინი შტაბში მყოფი პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მისამართით სიძულვილის ენას იყენებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ვითარება მალევე დაიძაბა და სიტყვერი დაპირისპირება ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა. არსებული ინფორმაციით დაპირისპირების შედეგად დაშავდა 2 ჟურნალისტი. მელიქიშვილზე მომხდარ ამ დაპირისპირებას მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს თბილისის მერი. კახაკალაძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეთა მიზანი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნის მცდელობაა. მაკუნა აბულაძე გვერდება პირდაპირ ეთერში, მან ცოტა ხნის წინ ჩაწერა აქციის ერთ-ერთი მონაწილე. გიორგი ყურულაშვილი ერთ-ერთია აქციის იმ მონაწილეთაგან, რომელიც გუშინ აგრესიით, უხამსი და უცენზურო შეძახილებით გამოირჩეოდა. ჩვენ რამდენიმე შეკითხვა გქონდა მასთან. პირველ რიგში იყო თუ არა ეს მიზანმიმართული პროვოკაცია, როდესაც მათ ძალიან კარგად იციან, რომ კახაკალაძის საარჩევნო შტაბში არაერთი ადამიანი არის შეკრებილი და მათი მისამართით მსგავსი ქმედებები იყო თუ არა წინასწარ დაგეგმილი. ყურულაშვილი გვიმტკიცებდა, რომ მან
დინება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსთაველის გამზირზე ინციდენტი მოხდა მხარეებს შორის, თუმცა უწყვეტად ჩაწერილი კადრები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს ინციდენტი საკმაოდ გვიან განვითარდა და ყურულაშვილი სწორედ მანამდე აყენებდა შეურაცხყოფას კახაკალაძის მხარდამჭერებს. ასევე კითხვა ჰქონდა პასუხისმგებლობის ნაწილთან დაკავშირებით, თუმცა მოულოდნელი არ ყოფილა პასუხი აქციის მონაწილეების მსგავსად ყურულაშვილიც მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და კიდევ ერთი კითხვა შეეხებოდა იმას, რამდენად მიზანმიმართულია ეს ქმედებები მაშინ, როდესაც ეს არ არის პირველი შემთხვევა და მას შემდეგ რაც კახაკალაძის შტაბი ოფიციალურად გაიხსნა, სწორედ ლოკაციის შეცვლას აქციის მონაწილეები ცდილობენ და რუსთაველის გამზირის ნაცვლად სწორედ ამ შტაბთან იკრიბებიან, შტაბთან, სადაც არაერთი როგორც ახალგაზრდა თაობის, ისე ასაკოვანი თაობის წარმომადგენლები იკრიბებიან და მაყურებელმა კარგად იცის, როგორ ვითარდება მოვლენები, როდესაც აქციის მონაწილეები სწორედ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, ისმის უცენზურო და უხამსი გამონათქვამები. ყურულაშვილი ამბობს, რომ ეს პროტესტია და ამ პროტესტმა შესაძლოა სხვადასხვა ფორმა მიიღოს. პროტესტი არის. კი, ვაგინებდი, შევაგინე კონკრეტული მიზეზის გამო. გიდასტურებთ. მე პასუხისმგებელი ვარ ჩემზე, ჩემს აქციებზე. აქციებზე ხდება ყველაფერი. სიტყვიერი დაპირისპირებაც. აქცია ხან ისეთ ფორმას იღებს, ხან ესეთ ფორმას იღებს. საარჩევნო შტაბთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს მმართველი პოლიტიკური ძალისთვის მხოლოდ ერთი სახელი აქვს, ეს იყო კარგად დაგეგმილი მიზანმიმართული პროვოკაცია, რომლის მთავარი დანიშნულებაც არის ის, რომ როგორმე შეიქმნას განცდა, რომ წინა საარჩევნო გარემო არის ძალადობრივი და დაძაბული, ასევე მმართველი პარტიის წევრებისგან მოვისმინეთ, რომ ეს არის გარედან მართული პროცესები და როგორც აქამდეც არაერთხელ ითქვა, ამ პროცესებს აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ როგორმე დესტაბილიზაციის მცდელობა მოხდეს და ქვეყანაში პროცესები ხელოვნურად დაიძაბოს. ამ ადამიანების ყოველდღიურობად იქცა, მოვარდნა, შეურაცხყოფის მიყენება, გინება. საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ეს არის საარჩევნო შტაბი, ჩვენ არავის არ უვარდებით, არავის არ ვესხმით თავს. მე იმედი მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის საელჩო და ელჩი დაგვდებს პატივს და გააკეთებს შესაბამის შეფასებას აღნიშნულთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია უბრალოდ იმყოფებოდეს საარჩევნო კამპანიაში და რამოდენიმე მოძალადე ადამიანი დაჯგუფება გივარდებოდეს და ადამიანებს ხელს უშლიდნენ მუშაობაში და აყენებდნენ შეურაცხყოფას. მორიგ ჯერზე დადასტურდა ის, ასე ჩვენ უკვე წლებია ვსაუბრობთ, რომ უცხოური ძალა არისვენებს, რომელსაც ყავს აქ თავისი აგენტურა, რომელიც ასევე არ მალავს, რომ არის უცხოური ძალის წარმომადგენლობა, იციან რა, რომ ხარდაჭერა საზოგადოებაში არ აქვთ, აფინანსებენ რადიკალურ პროცესებს. ვინც შეურაცხყოფას აყენებდა იქ შტაბის წევრებს და ასე შემდგომ სახით, რეალურად იქ ყველა ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი აყენებდა შეურაცხყოფას ქართულ საზოგადოებასაც და იმ ხალხს, ვინც იქ იყო. ვინც აფინანსებს, ხო, რეალურად ის ქმნის სურათს. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ეს პირველი დღე არ იყო, ამან უკვე სისტემური ხასიათი მიიღო, ვინაიდან ეს გამარგინალებული ჯგუფები იმისათვის, რომ თავიანთ გარე დამფინანსებლებს დაუმტკიცონ, რომ რაღაცას აკეთებენ და სხვათა შორის ერთ-ერთი აქტივის წამოწდა, რომ 150 ლარს გაправება ჭირდებაო, დაუმტკიცონ, რომ რაღაცა დღის წესრიგს ქმნიან, ხო? მათი მთავარი ამოცანა არის ის, რომ მეტი დაძაბულობა გამოიწვიონ, მოდიან საარჩევნო შტაბთან, სადაც 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და აქ იმყოფება ძალიან ბევრი ხალხი. რა თქმა უნდა, ყველანაირად ვეცდებით, როდესაც ისინი კიდე დაგეგმავენ მორიგ პროვოკაციას, რომ შტაბიდან არავინ არ გავიდეს, მცდელობას ნამდვილად არ დავაკლებთ, თუმცა ძალიან რთული არის ადამიანისთვის, ქართველისთვის, ისე შეურაცხყოფის მოთმენა, რასაც ისინი სპეციალურად აკეთებენ. კანონით ყველას აქვს უფლება, რომ ნებისმიერ საკითხი გააპროტესტოს, მაგრამ ამასაც აქვს საზღვრები, რა თქმა უნდა, და არავის არ აქვს უფლება, რომ სხვას მიეყენოს შეურაცხყოფა. ასეთი კანონმდებლობა მოქმედებს ნებისმიერ თავმოყარე ქვეყანაში. ჩვენ რა ვიხილეთ? ჩვენ ვიხილეთ, რომ გარედან დაფინანსებულმა ნაციონალური მოძრაობის ტიტუშკებმა, რომლებიც პოზიციონირებენ, რომ თითქოს თავისუფლებისთვის იბრძვიან და რეალურად წარმოადგენენ ჩვეულებრივ მონურ ფსიქოლოგიის ტიტუშკებს, შეურაცხყოფები მიაყენეს არა მხოლოდ ქართული ოცნების შტაბის თანამშრომლებს, არამედ რიგით გამგრელებსაც, სალანძღავი სიტყვები ბოთლების სროლა, რომელიც საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა, ცოდვადაც რომ მომდინარეობდა დაორგანიზებული
მართული ჯგუფებისაგან, რომლებიც იღებენ ამ დავალებებს კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრებისაგან. აქციის მონაწილეების რადიკალიზმ სოციალური ქსელით გამოეხმაურა ქვეყნის პირველი კანონმდებელი შავა პაპუაშვილი ამბობს, რომ გუშინ განვითარებულ პროცესებში ჩართული იყო არა მხოლოდ უცხოელი დიპლომატების მიერ წაქეზებული ექსტრემისტული დაჯგუფებები, არამედ გარედან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიებიც. შავა პაპუაშვილის თქმით, ის რაც საზოგადოებამ გუშინ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე იხილა, არის მაგალითი თუ როგორ ხდება არჩევნებში გარეჩარევა. თბილისის საარჩევნო შტაბზე ნაცი ტიტუშკების თავდასხმები არჩევნებში გარეჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო შექმნა. ამ პროცესში ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის მიერ წაქეზებული ექსტრემისტი ჯგუფების გარდა ჩართული ხავთ გარედან დაფინანსებული პროპაგანდისტული პლატფორმები, მათ შორის ბრიუსელის მიერ დაფინანსებული ნეტგაზეთი, რომელიც არა მარტო ძალადობის პროპაგანდას უზრუნველყოფს, არამედ თავადვე აორგანიზებს ძალადობრივ თავდასხმას ქართული ოცნების საარჩევნო შტაბზე. მიკერძოებული პარტიული ყვითელი ყველანაირი მედია გვინახავს, მაგრამ მოძალადე მედია ის ახალი ფენომენია, რომელიც რუანდის 1000 ბორცვის რადიოს მაგალითზე უცხოელი დონორების შექმნილი პროდუქტია. მელიქიშვილის გამზირზე გუშინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცველები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ამ დრომდე ატარებენ. მაკუნა აბულაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. მომხდარი დაპირისპირების დროს დაზრალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 4 პაციენტიდან 2-მა სამედიცინო დაწესებულება გუშინვე დატოვა, 2 კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ექიმის განცხადებით, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ და საავადმყოფოდან ხვალ გაეწერებიან. გუშინ შემოვიდა 4 პაციენტი, 2 გუშინვე გაეწერა მსუბუქი დაზიანებების გამო, 2-ის ჰოსპიტალიზაცია მოხდა. დღევანდელი მდგომარეობით 2 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი გახლავთ. მსუბუქი დაზიანებები, სიცოცხლისთვის არც ერთი გახლავთ საშიში. არის ზედაპირული დაზიანებები თავზე და ერთ-ერთ პაციენტს თავის გარდა არის ხელის ასევე მტევნის ზედაპირული დაზიანება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 18 მოქალაქე გააძევა. გაძევებული არიან ირანის, ჩინეთის, რუსეთის, ნიგერიის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, ბელარუსის, თურქეთის, ინდოეთის, პაკისტანის და უზბეკეთის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს ბრძოლას უკანონო მიგრაციის მიმართულებით. მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლო მონაცემებით ქვეყნიდან გაძევებულია 762 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელთაც დარღვეული ქონათ საქართველოში ყოფნის კანონით დადგენილი მოთხოვნები. აღნიშნული მონაცემი წარმოადგენს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან გაძევებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს. მიმდინარე წელს ქვეყნიდან გაძევებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სტატისტიკა მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლის მონაცემებს და წარმოადგენს დაახლოებით 300%-იან ზრდას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ვაკეში ქაქუცა ჩოლოყაშვილის და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის 6 ნომრამდე 13000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა და მოიცავდა როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ განახლებას, ისე საგზაო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობას. მიწისქვემოთ განლაგებული მშვიდობა საქართველოს, მეტისიკეთე თბილისს. მშვიდობის გარეშე, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტებზე საუბარი. შეუძლებელი იქნებოდა, რომ დღეს აქ ჩვენ ერთმანეთს შევხვედროდით და გვესაუბრა ქალაქში განხორციელებულ თუ განსახორციელებელ პროექტებზე. შესაბამისად, გრძელვადიან მშვიდობას მოაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს, მოხდეს ქალაქების განვითარება, ქალაქების აღმშენებლობა, კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. რაც შეეხება დღევანდელ პროექტს, იყო უმძიმესი მდგომარეობა არსებულ ქუჩებზე და პირველი რაც გავაკეთეთ, ეს იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული განახლება, მოწესრიგება. მიწისქვემოთ განლაგებული ქსელი მთლიანად იქნა შეცვლილი და ახალი პროექტი განხორციელდა. რა თქმა უნდა, ამ სამუშაოების დროს იყო დისკომფორტი, იყო ტვერი, გაუსაძლისი მდგომარეობა, თუმცა დამეთანხმებით, რომ
ამ მასშტაბის პროექტის განხორციელების დროს თუ გზა არ დაიკეტა, თუ ტრაქტორებმა არ იმუშავეს, სხვანაირად შეუძლებელია მე განსაკუთრებით მინდა მადლობა გადაუხადო ადგილობრივ მოსახლეობას მოთმინებისთვის, მინდა მადლობა გადაუხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, იმიტომ რომ ზუსტად მათი ჩართულობით ხდება ასეთი პროექტების განხორციელება ჩვენს დედაქალაქში. კაკუცა ჩოლოყაშვილის და წერეთლის ქუჩების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დავასრულეთ. დაახლოებით 13,000 კვადრატულ მეტრზე მოხდა ახალი ასფალტის საფარის შეცვლა, განახლება, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მიწისზედა საჰაერო კომუნიკაციების მიწისქვეშა ტანა მოხდა დაახლოებით 40-მდე ერთეული ახალი მიწისქვეშა ურნების განთავსება, ასევე ახალი გარეგანათების ბოძების მოწყობა, დაახლოებით 2,000 კვადრატზე მოეწყო გამწვანებული სივრცე, ახალი ჭკვიანი შუქნიშნებით აღიჭურვა მთლიანად ეს ობიექტი. მინდა ასევე ვისარგებლო შემთხვევით და მერიის თითოეულ თანამშრომელს, ასევე ყველა იმ კომპანიას, ვინც აქტიურად 24 საათიან რეჟიმში იყო ჩართული ამ პროცესში, ყველას დიდი მადლობა გადაუხადო. წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქართული ოცნების ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ფერსის, გიორგი წმინდის და მუგარეთის მცხოვრებლებს შეხვდა. ვარლამ ციკლაურმა მოსახლეობასთან არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა, ასევე გაეცნო ადგილობრივების შეხედულებებს და კოორდინირებული მუშაობით მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას დახბირდა. აქტიურად ვაგრძელებ წინა საარჩევნო კამპანიას, ამჯერად შეხვედრა გავმართე ფერსის, მუგარეთის და გიორგი წმინდაში მცხოვრებლებთან. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა, მოვისმინე მათი საჭიროებები, ვიმსჯელეთ გამოწვევების გადაჭრის გზებზე და ვუთხარი, რომ ერთად უფრო მეტი უნდა შევძლოთ, ერთად უნდა განვავითაროთ ჩვენი ქალაქი და ჩვენი მუნიციპალიტეტი. მოვისმინეთ მოსახლეობის საჭიროებები და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სოფელი და ქალაქი იყოს უფრო მეტად განვითარებული, უფრო მეტად წარმატებული. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირ მიყიდვის ფორმით პრივატიზება მხოლოდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წინაპირობების შესაბამისად განხორციელდება. ცვლილება სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში შევა. კანონპროექტის ძალაში შესვლიდან 60 დღის ვადაში ეკონომიკის სამინისტრო მთავრობას უნდა წარუდგინოს ის წინაპირობები, რომლითაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირ მიყიდვის ფორმით პრივატიზება იქნება შესაძლებელი. ცვლილებებს საბოლოოდ მთავრობა დაამტკიცებს. დაკონკრეტდება რა შემთხვევებში და რა წინაპირობების არსებობისას იქნება შესაძლებელი ამა თუ იმ სახელმწიფო ქონების პირდაპირ მიყიდვის ფორმით პრივატიზება და ასევე გაცვლა. პრაქტიკა მაჩვენა, რომ აუცილებელია ამ წინაპირობების დადგენა, თუ რა შემთხვევებში უნდა გამოიყენოს საქართველოს მთავრობამ საგამონაკლისო ნორმები. აღნიშნული კანონპროექტით მთავრობა ვალდებული იქნება ეკონომიკის სამინისტროს წარდგინებით კანონპროექტის მიღებიდან 60 დღის ვადაში შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვროს რა წინაპირობები უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ეს ქონება ამ ფორმებით განიკარგოს. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა კანადის მთავარ პროკურორთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა სინგაპურში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 30-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. ამავე კონფერენციის ფარგლებში გენერალური პროკურორი თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის სისხლის სამართლის სფეროში არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა ასევე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის პროკურატურებს შორის თანამშრომლობის განსაკუთრებული მიღწევები და მზაობა გამოითქვა მომავალში ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ შავი ზღვის რეგიონის გადამცემის სისტემის ოპერატორების ფორუმს უმასპინძლა. მსგავსი მასშტაბის კონფერენცია რეგიონში პირველად გაიმართა, რაც რეგიონის ენერგოკვანტში ქვეყნის პოზიციონირებას აძლიერებს. ფორუმის მთავარი თემა ენერგოსისტემების საიმედოობა და უსაფრთხოებაა. რეგიონის ქვეყნების ოპერატორებმა, საერთაშორისო ენერგოკომპანიებმა და დარგის წამყვანმა ექსპერტებმა თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე იმსჯელეს. ენერგეტიკის დარგი განიცდის ძალიან დიდ ტრანსფორმაციას, ტექნოლოგიურ ცვლილებებს, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ფორუმები, რომ გაუძღვეთ თანამედროვე მოთხოვნებს. ჩვენ თავად გამოწვევას წარმოადგენს განმართლებადი ენერგიების
დაეწყაროების დაერთება სისტემაზე და ასევე კლიმატური პრობლემების, თანამედროვე პრობლემების გამკლავება. ექსპერტთა მსოფლიო ორგანიზაცია ცდილობს მსოფლიო მასშტაბით ექსპერტებს შორის ცოდნა და გამოცდილება გაცვალოს. ჩვენი დღევანდელი ღონისძიების მიზანიც სწორედ ესაა. დღეს გარდამავალი პერიოდის პირობებში ასეთი ღონისძიების ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანია. ენერგეტიკის მიმართულებით ნებისმიერი ფორუმი მნიშვნელოვანია, კონფერენცია და ასე შემდეგ, მით უმეტეს რომელიც ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორც არის წყალქვეშა კაბელის განვითარება და საქართველოს ამ მხრივ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაწილე ამ პროექტის. გომბორში თავდაცვის მოხალისის საბაზისო მომზადების პირველი კურსი დასრულდა 8 დღიანი თეორიული და პრაქტიკული მომზადება ორგანიზაციის ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის 25-მა მოხალისემ დაასრულა. მათ გაიარეს საცეცხლე, ტაქტიკური და საინჟინრო მომზადება, შეისწავლეს კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენება, გაეცნენ საინფორმაციო ოპერაციებს, სამხედრო ტოპოგრაფიას და ლოგისტიკის მართვას. სწავლებას თავდაცვის ძალების კვალიფიციური ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ. შეგვიძლია სერტიფიცირებული მოხალისეები ვიგულოთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში, რომელსაც შეუძლია თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებთან ერთად ერთ ენაზე საუბარი და მაქსიმალურად დაახლოებული ამოცანების შესრულება, რაც თავდაცვის ძალებს შეუძლია. საკმაოდ საინტერესო პროექტი ჩატარდა თავდაცვის სამინისტროს უშუალო ხელმძღვანელობით. ეს ახალგაზრდები არიან ჩვენი მომავალი და თითეული მათთვის დაღვრილი ოფლი მათი სწავლებისთვის გამოყოფილი დრო ისევ წარმატებით მოუბრუნდება ჩვენ ქვეყანას. 14-ზე დასრულებულია ეთერში დაბრუნდებით ზუსტად 16 საათზე. დროებით.